უახლოეს მომავალში ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება გადაადგილების ახალი სქემა ამუშავდება. გეგმის მიხედვით გადაიხედება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები და ინტერვალები. ასევე დაგეგმილი ცვლილების თანახმად ქალაქის ცენტრალური ნაწილი განიტვირთება საგარეუბნო ტრანსპორტისაგან და ავტობუსებისთვის სპეციალური სადგომი მოეწყობა. დაგეგმილი სიახლეების მიზანს ქალაქში პიკის საათებში საცობების რაოდენობის შემცირება წარმოადგენს. დეტალები სულხან მესხიძის რეპორტაჟში. მალე ბათუმს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეცვლის გეგმა ექნება. სიახლე როგორც მუნიციპალურ, ასევე საქალაქთა შორისო ტრანსპორტსაც შეეხება. რეგულაციები ტრანსპორტის სხვადასხვა ქუჩაზე მიმოსვლას გაჩერების ადგილებს და ინტერვალებს შეეხება და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. 15,000 ლარის ფარგლებში ტენდერს ქალაქის მერია უახლოეს 10 დღეში გამოაცხადებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სატენდერო პირობების თანახმად უპირატესობა იმ პირს მიენიჭება, ვინც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე მოსახერხებელ და თანამედროვე გეგმას წარადგენს. მოჭარბებულია უკვე ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა, არა მარტო მიკროავტობუსების, საერთოდ მანქანების რაოდენობას, ამიტომ ერთ-ერთი ძირითად პრინციპად ჩვენ მივიჩნიეთ, თუ სწორად იქნება დაგეგმარებული ქალაქის სამარშრუტო ქსელი და ის შემომავალი მარშრუტების ქსელი, მაშინ ქალაქში განიტვირთება მოძრაობა ძირითადად. მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის განმარტებით რეგულაციები ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სამარშრუტო ხაზს შეეხება. მისი თქმით, სატრანსპორტო გეგმა მიკროავტობუსების გადაადგილების მიმართულებას განსაზღვრავს. ჩვენს ქალაქში არა მარტო აჭარის რეგიონა, საერთოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მათთვისაც იქნება განსაზღვრული თუ რომელი ქუჩებით უნდა იაროს, სად უნდა მიიაროს, რომელი ქუჩით გადაადგილდეს ქალაქის ტერიტორიაზე, ან რომელ საათებში გადაადგილდეს, ეს ყველაფერი სატენდერო პირობებში და მოთხოვნებში არის ჩადებული. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბაქოს ქუჩაზე არსებული საგარეუბნო ავტობუსების სადგომი გარეუბანში გადაინაცვლებს. მძღოლთა განცხადებით, ქალაქის შემოსასვლელში მიკროავტობუსების რიგები ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის შეუსაბამოა, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მგზავრებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი სწორედ ის არის. მაგას მოაწესრიგებენ ალბათ ახლა მაგით ჩვენზე არ წყდება. ჩვენ როგორც გვეთხოვენ, გავაკეთებთ ისე. პრობლემა არის, მაი პრობლემაც იყო აქ ჩვენ გითხრეს, აგვიხსნეს და იმის შემდეგ დაგტოვეს აქ ორი მანქანის უფლება მოგცეს გაჩერების. სატრანსპორტო მიმოსვლაში დაგეგმილ ცვლილებებს მგზავრები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, გაჩერებები მგზავრებისთვის მოსახერხებელ ადგილებში უნდა იყოს გამოყოფილი. განსაზღვრული ადგილები უნდა იყოს ამისთვის. და ავტობუსებს კი აქვთ ეს გაჩერებები და აგენი არის ყოფილა ისეთი შემთხვევებიც არასასურველ ადგილებზეც გაუჩერებია. ტურისტებისთვისაც შეიძლება ზოგისთვის იყოს ცუდი, მაგრამ აქედან გადატანა ჩემთვის მეიქნება მოუხერხებელი, რადგან მე აქ პირდაპირ მოვდივარ, ჯდები და მივდივარ, ჩემთვის უფრო მოსახერხებელია. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმის წარმატებულად განხორციელების შემდეგ ქალაქში ტრამვაის ხაზის ამოქმედებას არ გამორიცხავენ.